მოვიდა ჩინური ავტომობილების განხილვის დროც. პირველი მანქანა იქნება ჯეტური. ჯეტური ჩინური ბრენდია და საქართველოში უცებ პოპულარული გახდა. ნახოთ აბა რატომ გახდა უცებ პოპულარული და რა აქვს ამ მანქანას ასეთი მომხიბვლელი. ჯეტური არის ჩერი გრუპის შვილობილი კომპანია, რომელმაც 2018 წელს დაიწყო არსებობა. და რატომ იყიდება ჯეტური ასე კარგად? ჯეტური ძირითადად ორიენტირებული არის SUV მოდელებზე და საოჯახო ტიპის მანქანებზე. ბევრი სივრცე, თანამედროვე დიზაინი და დაბალი ფასი. ჯეტური თავის ფასში ძალიან ბევრ ამას გთავაზობს. დიდი და კომფორტული ინტერიერი, მდიდარი კომპლექტაციები, დიდი ეკრანი, პანორამა, კამერები. გარეგნულად კი ძვირადღირებულად გამოიყურება. მაგრამ რას უნდა დავაკვირდეთ ყველაზე მეტად? ბრენდი არის ძალიან ახალგაზრდა, დაახლოებით არის 7 წლის, რაც მანქანის წარმოების პერიოდში არის ძალიან ცოტა. მისი გრძელვადიანი გამძლეობის შესახებ ჯერ არავინ არაფერი არ იცის, იმიტომ რომ მინიმუმ 10 წელი უნდა იტესტებოდეს, რომ ჩავთვალოთ საშუალოდ კარგია თუ ცუდია. და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, ამ მანქანების ფასი ბაზარზე ძალიან სწრაფად ეცემა. თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობ შენ ჯეტურის შეძენას, მე პირადად არ გირჩევდი, იმიტომ რომ ამ მანქანას ჯერ არ გაუვლია ტესტი. და რატომ ვამბობ ამას? ჩერი ჰოლდინგი მოგეხსენებათ, რომ დიდად პრესტიჟულობით და სახელით არ გამოირჩევა, აქედან გამომდინარე მე მას რეკომენდაციას ვერ და არ გავუწევ. მე პირადად ჯეტური მგონია, რომ არის იაფასიანი მანქანა, ძვირადღირებული მანქანის ტყავში გადაცმული. ჩემში ეს მანქანა არ იწვევს ნდობას და შეიძლება ეხა ამაზე ბევრი გამიბრაზდეთ, მაგრამ რეალურად ეგრე არის, მეგობრებო რა. ამ მანქანას არ აქვს შესაბამისი გამოცდილება, შეიძლება ტექნოლოგიურად ძალიან კარგი იყოს და ძალიან კარგად მუშაობდეს და ყველაფერი ქონდეს დამატებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა ჩვენ 10 წელი, 5 წელი თუნდაც უპრობლემოდ გვატარებს. ზოგადად ტექნიკურ მახასიათებლებს იმიტომ უშენებენ მანქანებს, რომ მარკეტინგულად ძალიან მარტივად გაყიდონ. აი მაგალითად გეტყვიან, რომ თუ მასაჟის 12 ფუნქცია აქვს, 360 კამერა აქვს, ლიდარ სისტემა აქვს, ეს ბევრი ტექნოლოგია შეიძლება ჩამოთვალო, რასაც ჩინურ ავტომობილებში ხშირად წავაწყდებით. ეს მარკეტინგული ხრიკი არის, მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, შეუძლიათ ნებისმიერ ტექნოლოგია ჩაგიშენონ მანქანაში, იმიტომ რომ ეს მათი მოგონილი არის. ჩემგან ნდობა არ აქვს ამ მანქანას, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია, როგორც თქვენ ფიქრობთ, ისე უნდა გააკეთოთ. ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველოში ჯეტურის ოფიციალური მაღაზია არ არსებობს. იძახიან, რომ ვართ დილერები, ოფიციალური შემომტანები, ეგრე ყველა შეგვიძლია ოფიციალური შემომტანი ვიყოთ, ჩავიდეთ ჩინეთში, ქარხნიდან ჩამოვიყვანოთ მანქანა და ვთქვათ, რომ აი ოფიციალური დილერები ვართ. რეალურად გარანტია, აქაური მაღაზიები გაძლევენ იმ გარანტიას და არა თვითონ ქარხანა. იმიტომ რომ თქვენ არ ყიდულობთ ოფიციალური ქარხნიდან მანქანას, თქვენ ყიდულობთ ოფიციალური დილერებიდან მანქანას. მგონი გასაგებად ახსენით, თუ არ გავხსენი, მე კითხვები დამისვით კომენტარებში და აუცილებლად გაგცემთ ყველას პასუხს. ვიზუალურად შეიძლება ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, ტექნიკური მახასიათებლები ქონდეს, მაგრამ მისი სავალი ნაწილი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი ჯერ არ არის გატესტილი. აქედან გამომდინარე, მოდით ცოტა ხანი აცალეთ ამ მანქანას, 1-5 წელში ნახოთ სად იქნება და მერე შეიძლება ამ მანქანაზე ფიქრეთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეო და ჩემი განხილვები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი.